მოგესალმებით. ეს არის უსაფრთხო კუთხის რიგით მეხუთე პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ნათია სვანიძე. ნათია, მოგესალმებით. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი აქ მოსვლა. მოგესალმებით. მეც მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებისთვის. ჩვენ მოგვიწია ძალიან უცნაურ დროში მოღვაწეობა როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, იმიტომ რომ ალბათ გახსოვთ ჩვენ რამდენიმე წლის წინ არ გქონდა სტანდარტები, არ გქონდა რეგულაციები, არ გქონდა სახელმძღვანელოები და ფაქტურად დარჩენილები ვიყავით ერთმანეთზე ინფორმაციის გაზიარების ამარად. ამ საერთაშორისო პრაქტიკებს ვეცნობოდით ჩვენით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ის ადამიანი, ვინც რაღაც ახალს გვასწავლიდა. დღეს ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, სფერო განვითარდა, ცენტრები გაიხსნა, შეიქმნა პროგრამები, სისტემები ჩამოყალიბდა, სახელმძღვანელოები დაიწერა შრომის უსაფრთხოების, მაგრამ დღესაც ძალიან აქტუალური არის ახალგაზრდა ახალი თაობებისთვის, ახალგაზრდა ახალბედა სპეციალისტებისთვის ესეთი პოდკასტების კეთება. მათთვის ესეთი პოდკასტების კეთება და ძალიან მნიშვნელოვანია, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან მოსვლა და ამ პოდკასტის ჩაწერა, იმიტომ რომ ერთის მხრივ მე მეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩემი გამოცდილებები გავაზიარო და მეორეს მხრივ მე უკვე მოვისმინე აქამდე 4 ძალიან საინტერესო პოდკასტი და მივიღე მათგან ძალიან საინტერესო ინფორმაციები. ამიტომ გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას, გისურვებთ თქვენი ჩანაფიქრების შესრულებას და თუ ეს თქვენი სურვილია, დიდ საეთერო ეთერსაც. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ. ნათია, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩვენი გადაცემები, მისი თემატიკა მაქსიმალურად ახლოს იყოს არა მარტო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებთან, არამედ ჩვენს ენაზე რო ვთქვათ, სხვა პირებთანაც, ანუ ადამიანებთან, რომლებსაც ეხლა აქვს შეხება შრომის უსაფრთხოებასთან, აი პირველი გადაცემა ზოგადად, ან უბრალოდ ჩვენი პოდკასტების სერიიდან შემოგვიერთდნენ და არიან უბრალოდ დაინტერესებულები. ამიტომ გვინდა გთხოვოთ, ჩვენთვის კი კარგად არის ნაცნობი, მაგრამ თქვენი მცირე რეგალიაც გაგვაცნო, შენი გამოცდილება, რომელი წლიდან ხარ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ამიტომ სრულიად თავისუფალი ხარ ამ წარდგენაში, ჩვენ გვინდა უბრალოდ რომ ადამიანი, რომელიც არ არის სპეციალისტი და არ გიცნობს და ჯერ ამ სფეროში არ შემოუბიჯებია, რომ ნახავს და გაშლის ამ ვიდეოს, ეს შეიძლება იყოს წლების მერეც კი, რატომაც არა. იღოს ინფორმაცია ნათია სვანიძეს. მე ნამდვილად ვიცი, რომ სპეციალისტების 100% იცნობს ნათია სვანიძე საქართველოს. ამიტომაც გავუსვი ხაზი, რომ სხვა პირებისთვის არის ეს. სხვა პირებისთვის არის და მცირე შესავალი ინსტრუქტორი. სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ ყველას გონია, რომ ჩემი კარიერა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაიწყო 2015 წლიდან, მაშინ როდესაც დავიწყე მუშაობა შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა. მაშინ ინსპექციას ასე ერქვა. არა და არა, ესე არ ყოფილა. მე 2008 წელს მოვხვდი პროფკავშირების გაერთიანებაში როგორც სტუდენტი და მაშინ დაიწყო ჩემი მუშაობა სოციალურ საკითხებზე, მაშინ დაიწყო ჩემი მუშაობა ადამიანის უფლებებზე, შრომის უფლებებზე, შრომელ ქალთა გაერთიანებების პროექტებში მონაწილეობდი. ეს პერიოდი უკავშირდება მაშინ თუ გახსოვთ 2014 წლამდე ჩვენ მქონდა შრომის კოდექსი, რომელსაც ჰქონდა კაბალური დათქმები პირდაპირ, იმიტომ რომ მაშინ დამსაქმებელს ძველ რედაქციაში დამსაქმებელს შეეძლო ნებისმიერი ახსნა განმარტების გარეშე გაეთავისუფლებინა დასაქმებული სამუშაოდან და მინდა ვთქვა, რომ ჩემი ძალიან უმნიშვნელო წვლილი ამაშიც მიმიწვის, რომ დღეს ესეთი შრომის კოდექსი აღარ გვაქვს. შემდგომში იყო ძალიან დიდი გაფიცვები, ხმაურიანი გაფიცვები, როგორც იყო ქუთაისის ჰერკულესის ქარხანა, ჭიათურის მაღაროები. 2012 წელს მაშინ ჯერ კიდევ ინსპექცია არ არსებობდა, ვიყავი პირველად ითხვისის მაღაროში და მაშინ ვნახე პირველად შრომის უსაფრთხოების როგორ ირღვეოდა შრომის უსაფრთხოების ნორმები, როგორ მძიმე პირობებში მუშაობდნენ მაღაროელები და ასე შემდეგ. პროფკავშირების გაერთიანება იყო ის ორგანიზაცია, სადაც პირველად გავიცანი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
კონვენციებს და ეს იყო ის ადგილი, სადაც პირველად გავეცანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებულ ხელშეკრულებებს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? სწორედ ეს ხელშეკრულებები, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, ასევე ევროკავშირთან დადებული ევროპის სოციალური ქარტია პირდაპირ გვავალდებულებდა შრომის უსაფრთხოების ნორმების შეცვლას ჩვენთან ქვეყანაში. ის რომ დღეს რეგულაციების, ევროდირექტივების ტრანსპოზიცია მოხდა ჩვენს კანონმდებლობაში, ზუსტად მაშინდელი მოთხოვნა და თვლი რომ ზუსტად იქიდან დაიწყო ჩემი პატარა წვლილის შეტანა ზუსტად იმ საქმეში დღეს რასაც ვაკეთებ. და დღეს უკვე რასაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტობა ქვია. შემდგომში უკვე ხო. კი ბატონო. შემდგომში იყო უკვე 2015 წელს მოვხდი როგორც წეღამ თქვი შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტში და აქ ძალიან საინტერესო ფაქტი იყო ის რომ ამიყვანეს ორსული. ეს საჯარო სამსახურში იყო პირველი ფაქტი, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ იცით რომ დღესაც კი უფთხიან დამსაქმებელი უფთხის იმ პასუხისმგებლობების და ვალდებულებების თავის თავზე აღებას, რაზეც ქვია ორსული თანამშრომლის. ჩვენ გვედო ამას ენა ჩვენს სოციალურ გვერდზე რა, ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო პოსტი და რეგლამენტს ვინც ისნობს და ამით ახმება რომ საკმაოდ სპეციფიკური მოთხოვნებია ორსული. კი ბატონო და ზუსტად ეს იყო პირველი ფაქტი და მეც ვამოყობ ამ ფაქტით. და სხვათა შორის ხუმრობ კიდევაც რომ შრომის ინსპექცია არის და ჩემი შვილი ტოლები არიან თქო და ერთნაირად ხო ესე ხო რაც შეეხება შემდგომში უკვე ძალიან საინტერესოა რა მაშინდელი ინსპექციის როლი ამაზეც მინდა რომ ვისაუბრო იმიტომ რომ 2015 წლიდან შრომის ინსპექცია იყო ორგანო ინსტიტუტი რომელიც ახორციელებდა მხოლოდ მონიტორინგს ის დღეს თუ მაგალითად დღისა და ღამის ნებისმიერ დროს ყოველგვარი ნებართვის გარეშე შედის ინსპექცია ობიექტზე მაშინ წერდა ინსპექცია ახორციელებდა მონიტორინგს ნებართვით ობიექტებზე და წერდა რეკომენდაციებს და ამ მითითებს მას არ ქონდა მითითების ხასიათი როგორც დღეს აქვს. საინტერესოა რა უნდა ჩაგიკითხოს რომ წინასწარმეტყველს თქვეს ამის თაობაზე რომ ანუ ობიექტს უნდა გამოეჩინა ინიციატივა და ყოფილიყო ინიციატორი ინსპექტირების დაწყების ხო? მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი იყო როგორც შრომის ინსპექციისთვის, ასევე ბიზნესისთვის რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს ამ გადმოსახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია და გეტყვით რატომ. პირველ რიგში იმიტომ რომ ამაშინ არ არსებობდა გამოცდილებები. შედიოდი ობიექტზე და ინსპექტორმაც არ იცოდა როგორ უნდა მოეხდინა ინსპექტირება და ამ ობიექტებზე გამოცდილებებით შედიოდი მომეტებული საფრთხე-შემცველ ობიექტზე, შედიოდი, რა ვიცი, ვიყავით რკინიგზაში, ვიყავით მაღაროებში, ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ობიექტებზე და ამითი თითოეული ინსპექტორი ღებულობდა გამოცდილებას. ეს ერთის მხრივ კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინსპექტორებისთვის და მეორეს მხრივ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის. იმიტომ რომ ბიზნესი ნელ-ნელა ეჩვეოდა ამ გარდამტეხ ეტაპს და ნელ-ნელა უახლოვდებოდა იმ რეგულაციებს, რა რეგულაციებიც ახლა გვაქვს. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის. შემდგომში უკვე 2021 წლიდან წამოვედი ინსპექციიდან, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ მე უკვე მქონდა რაღაც გარკვეული კვალიფიკაცია დაგროვილი და დავიწყე აკადემიური საქმიანობა. დღესაც ვასწავლი ჯიპასა და ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიის 2 წლიან პროფესიულ პროგრამაზე შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის და მინდა გითხრათ რომ ეს ჩემთვის არის უდიდესი პატივი. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მე ვიზრდები ჩემ სტუდენტებთან ერთად. მე ძალიან ბევრი ვისწავლე ჩემი სტუდენტებისგან და ის თითოეული ცვლილება კანონში შესული ახალი რეგულაციები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ერთად გამოვიარეთ და მინდა გითხრათ რომ აკადემიური საქმიანობა ერთი წუთით არ მოძლებდა იმის საშუალებას რომ მოვდუნებულიყავი და ეს ჩემთვის არ ვიცი აი უდიდესი შესაძლებლობა არის. როგორც თქვენც აღნიშნეთ ახლა მუშაობ კერძო სექტორში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ამჟამად მუშაობ მომეტებულ საფრთხე-შემცველ ობიექტზე და
და ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას და მისი თითოეული კომპონენტის გაუმჯობესებას. საკმაოდ დიდი და ნაყოფიერი CV გაქვთ. ისევ და ისევ სხვა პირებს დაუბრუნდები, ასეთ საინტერესო წარდგენის მერე ვფიქრობ, ჩემი დამატება აღარ დაჭირდება თუ რამდენად საინტერესო იქნება ეს თემა, რადგან პრაქტიკულად რამდენიმე ცხოვრებით ისხოვრე ამ სისტემის ჩამოყალიბების ფარგლებში და ის ექსპერიენსი ვიხმარ ამ ჟარგონს გამოცადე როგორც მენტორმა, ისე ზედამხედველობის მხრივ, ასევე როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იღებ ახლა იმ გამოცდილებას, რასაც ქვია სისტემის ჩამოყალიბება და მართვა. რაც ალბათ ძალიან გეხმარება დღესდღეობით, იმიტომ რომ კარგია, როცა ინსპექტორის გადმოსახედიდანაც შეგიძლია რომ შეხედო შრომის უსაფრთხოების სისტემას. ძალიან ბევრი თემა მქონდა იდეაში, როცა დაგვსახდი ვიზიტზე სტუმრობაზე, მაგრამ ვფიქრობ, შევარჩიეთ ის თემა, რომელიც ბევრისთვის ძალიან საინტერესო იქნება და შენს წარდგენასაც პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც უდგება. ეს არის ინსპექტირება. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ობიექტის მიმართ შრომითი ნორმების შემოწმებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. ინსპექტირება, რომელიც გავიგეთ უკვე დასაწყისშიც, რომ თავიდან იყო სიმბოლური, იდგა იმაზე, რომ დამსაქმებლის ინტერესი უნდა ყოფილიყო და ეხლა უკვე ეს ყველაფერი არის შეცვლილი. ინსპექტირების სხვადასხვა მიზეზები არსებობს და მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ პირველ ნაწილში. და მე მაინტერესებს კიდევ, როდესაც ნებართვები იყო საჭირო ინსპექტირების დროს, რამდენად ხშირი იყო აღნიშნული ინსპექტირებები და რა ინტენსივობით იყო დაახლოებით. ამაზეც რო გვესაუბრე. კარგი, მაშინ ნიკას კითხვით დავიწყებ და მე განვაგრძობ ლევონის შეკითხვით. თქვენ ალბათ თქვენ და გასაკვირად, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ბიზნესი ამ ყოველფრისთვის მზად არ იყო, ისინი იაზრებდნენ იმას, რომ უკვე ძალიან მალე შემოვიდოდა ის მოთხოვნები, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა დააკისრა და შესაბამისად ძალიან ხშირი იყო ინსპექტირებები და ძალიან ხშირად მოგმართავდნენ. ფაქტიურად ჩვენ დაუღალავად დავდიოდით და ვახდენდით ინსპექტირებას და ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ინსპექტირებები ხდებოდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ სრულიად საქართველოში, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და ამ ინსპექტირებებმა მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო იმისთვის, რომ დღეს ძალიან ბევრ დამსაქმებელს დააჯერა ის, რომ აუცილებელია, რომ ყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და რომ ძალიან აუცილებელია, რომ მქონდეს შრომის უსაფრთხოების სისტემა დანერგილი კომპანიაში. რაც შეეხება ინსპექტირებებს, მართლა სრული ეს ძალიან ესეთი ქაოტური პერიოდი გამოიარა, მიუხედავად იმისა, ის დღეს რაც მივიღეთ, თუნდაც წეღან რაც თქვი, რომ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს და ასე შემდეგ ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი. ყველას მხრიდან მე ვიტყოდი, როგორც შრომის ინსპექციის მხრიდან, ასევე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების უკვე კერძო სექტორის მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ავღნიშნოთ. ეხლა რაც შეეხება ინსპექტირებებს, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ახლა ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ ინსპექტირება ვერ დაიწყება მოწმენდილ ცაზე. მას აუცილებლად უნდა გქონდეს გარკვეული საფუძვლები. ის რომ ერთ დღეს ინსპექტორმა გაიღვიძოს და რომელიღაც კომპანიას მიუკაკუნოს, რომ დღეს მე თქვენ გამოწმებთ, ეს რა თქმა უნდა არის კანონდარღვევა და არასამართლებრივი. ის რომ ობიექტზე შევიდეს ინსპექტორი, ამისთვის მას სჭირდება საფუძვლები. სანამ ზუსტად იმ სახეებზე ვისაუბრებდე და შემოწმების ფორმებზე, მინდა რომ ამაზე ვისაუბრო, რადგან ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეგულაციები. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ინსპექციის შესახებ კანონი. გვაქვს 99 დადგენილება მთავრობის, ეს არის ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლის წესი. სადაც ზუსტად აი ამ ფორმებზეა საუბარი და ასევე გვაქვს ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, საპრიორიტეტული დარგთა ჩამონათვალი, სადაც არის ინსპექტირებების სექტორებად არის დაყოფილი სფეროები, დარგები და სადაც არის პერიოდულობა გაწერილი თუ რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ინსპექტირება. ამიტომ იმ ყველა ვიზიტს, რომელიც თქვენთან ობიექტზე ხორციელდება, ეს იქნება გეგმიური თუ არაგეგმიური, ნაწილობრივი თუ სრული, აქვს შესაბამისი საფუძველი.
ეხლა რომ დავიწყოთ თავიდან, რა არის ინსპექტირება? ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამაზე ვისაუბროთ. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება შრომის ნორმებზე. რა ეს არის უფლებრივი ნაწილი თუ შრომის უსაფრთხოების ნაწილი ინსპექტორთან და ამოწმებს გინდაც უფლებრივ ნაწილს რამდენად ირღვევა თქვა შრომის ხალხშეკრულებით გაწერილი პირობები ან შრომის კოდექსი ან უსაფრთხოების ნაწილს ამოწმებს შეიძლება უსაფრთხოების ნაწილის რაღაც კონკრეტული კომპონენტი შეამოწმოს ამას უბრალოდ ნაწილობრივი ინსპექტირება ქვია. ერთ შეგიკითხები როგორც ინსპექტორს დააგისმევ კითხვას და როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ორივე მხრიდან მაინტერესებს პასუხი. უნდა გვეშინოდეს ინსპექტირები ის? არა, ინსპექტორების არ უნდა გვეშინოდეს პირიქით, უნდა ვიყოთ აბსოლუტურად გახსნილები და ღია, იმიტომ რომ როგორც არ უნდა მიმდინარეობდეს ეს ინსპექტირების პროცესი, ინსპექტირება მიმდინარეობს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. იმის იქით თქვენ ვერ მოგვიგონება ხო რაღაცას? ხო, ვერ არა, წარმოუდგენელი არის რომ იმის იქით რაღაც მოგვიგონონ, ამიტომ თუ ჩვენ ვიცნობთ თუ ჩვენ გვაქვს იმის იმედი რომ შრომის უსაფრთხოების სისტემა გვაქვს გამართული დასამალიც არაფერი გვაქვს მაგრამ რომს გამომართავი გქონდეს თქვენ ინსპექტორს მაინც გამომდინარე იქიდან რომ რეგულაციებს მიყვება და ზუსტად ამ საკანონმდებლო აქტებს მიყვება და ზუსტად რომ საფუძველი ჩემოდის ის თქვენთან აქედან გამომდინარე არ გაქვთ არანაირი საფუძველი იმისა რომ მათ რამე დაუმალოთ ამიტომ იყავით მაქსიმალურად ღია იყავით მაქსიმალურად ღია და იყავით მაქსიმალურად თავისუფლად ინსპექტორებთან, იმიტომ რომ მათაც არეგულირებთ შესაბამისი თუნდაც ინსპექციის შესახებ კანონი და პირდაპირ უგრძელავს არაკანონიერ ქმედებებს, რომელიც ასევე კანონით არის განსაზღვრული. აქედან გამომდინარე ინსპექტორების საერთოდ არ არის საშიში. რაც შეეხება გავაგრძელებ იმ თემას, რაც შეეხება რეინსპექტირებას, რეინსპექტირება თავის შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ იცით, როდესაც ინსპექტირება ხდება ობიექტზე, ეს არის გეგმიური თუ არა გეგმიური შემოწმება, ამ დროს ხდება არსებითი და არაარსებითი შეუსაბამოების დროს დამსაქმებელსა და ინსპექტორს შორის უნდა დაიდოს შეთანხმება გონივრულ ვადასთან დაკავშირებით. იდება გონივრული ვადა, რა ვადაშიდეს დამსაქმებელი ვალდებულია, რომ გამოასწოროს ის კონკრეტული მითითება. ზუსტად რეინსპექტირება გულისხმობს იმას, რომ აი ეს გონივრული ვადა უნდა გავიდეს აუცილებლად, იმისთვის, რომ თქვენს ობიექტზე განხორციელდეს ინსპექტირება. ესეც ერთგვარი დაცვა არის დამსაქმებლის, მინდა გითხრათ. აი ის რომ სხვათა შორის შრომის კოდექსი მორგებული არის მხოლოდ და მხოლოდ აი შრომის უსაფრთხოების კანონი დამსაქმებელს უყენებს ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს, თლად ესეც არ არის, იმიტომ რომ მათ შორის დამსაქმებელს გარკვეული მხრივ იცავს კიდევაც. თუნდაც აი იმითი რომ დამსაქმებელს აქვს ეძლევა გარკვეული ვადა და იმ ვადის განმავლობაში არ აქვს ინსპექტორს შესვლის უფლება ობიექტზე, სანამ ეს ვადა არ გავა. და ეს არის აი გეგმიური ინსპექტირება, კი ბატონო, რომელიც პროაქტიულ ღონისძიებად მიიჩნევა რა, გვაძლევს ხო იმის საშუალებას, როგორც დამსაქმებლის მხრიდან რა ვისაუბროთ, რომ თუნდაც სპეციალისტის სისტემის კვალიფიკაციაზე, მათ კომპეტენციაზე, იმ ხარვეზებზე წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია. თუმცა რატომღაც დღეს ბიზნეს სექტორი მაინც ასე თუ ისე დაშინებული ხოლმე აშინებს სიტყვა ინსპექტირება, მე ცოტა ამ სიტყვასაც ვაბრალებ, მათ შორის სპეციალისტებსაც განსაკუთრებით თუ დამწყებია. ხმე რომ ახსენდება ჩემი პირველი ინსპექტირება და აუდიტი არავის არ გვიყვარს. არავის არ გვიყვარს აუდიტი, რომ მოდიან და გვამოწმებენ, მაგრამ იდეაში ამ თუ შენ თავში დარწმუნებული ხარ, ალბათ არ უნდა იყოს ისე საშიში ეს ყველაფერი, როგორც ესე ჩანს. ეხლა რაც შეეხება ეს შიშები სხვათა შორის მათ შორის დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს სფერო არის ახალი. როგორც ინსპექტორს თუ გქონდა შიში ინსპექტირების დაწყების წინ. იმას ხვადრაივი აქვს, რაც გამოვიყენებ. როგორც სპეციალისტ და როგორც დამსაქმებელს ნორმალურია რო გვაქვს. კი, ნორმალურია და მეც ახლა როგორც სპეციალისტ მაქვს ეს განცდა, რა თქმა უნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მეორე მხარეს. იდეაში ინსპექტირების გარეშე სფერო წინ ვერ წავიდოდა. აქტიური ინსპექტირებები გულისხმობს სწორედ იმას, რომ ბიზნესი ნამდვილად ხვდება, რაში სჭირდება შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა. თან დღეს ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ყველა მორალური ღირებულების გამო სამწუხაროდ არ ნერგავს შრომის უსაფრთხოების სისტემას და ხშირად არის დაკავშირებული იმასთან, რომ ფინანსურად, ასე ვთქვათ, რაღაც სანქციებს აარიდონ
თავი, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ მათ ნორმალური შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი შეხვდება, ის შრომის კი, სისტემასაც დაუნერგავს და კი ბატონო. ანუ აღარ ვამბობს. კი ბატონო, მეც ესე მგონი. გავაგრძელებდი ინსპექტირებებზე. ინსპექტირებები არსებობს სრული და ნაწილობრივი რა. ეს ნაწილობრივი ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ შეიძლება წერა ვისაუბრეთ არსებით და არ არსებით შეუსაბამობებზე. და ხა მინდა რომ ცოტა ვისაუბრო კრიტიკულ შეუსაბამობებზეც. აი მაგალითად კრიტიკულ შეუსაბამობებს. მაგალითად, სხვათა შორის ჩემი ყველაზე საყვარელი თემა არის კრიტიკული შეუსაბამობებით ობიექტების გაჩერება. ეს როგორც ინსპექტორი ხო რა თქმა უნდა შემოვიდა. კურიოზებს ვერ გაიხსენებით გაჩერებული ობიექტების. რაც შეეხება ემას რა გავიხსენოთ. კრიტიკულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით რატომ ნაწილობრივი შემოწმება და იმიტომ რომ როდესაც საუბრობთ ნაწილობრივ შემოწმებაზე ამ დროს ინსპექტორს აქვს იმისი უფლება რომ ობიექტზე შეამოწმოს კონკრეტული სამუშაო. აი მაგალითად ობიექტზე შეამოწმოს სიმაღლეზე მუშაობა, მხოლოდ და მხოლოდ სიმაღლეზე მუშაობა. მაგალითად შეამოწმოს ასევე ამწემოწყობილობების მუშაობა. შეიძლება შემოვიდეს სამშენებლო ობიექტზე ინსპექტორი და შეამოწმოს ისრიანი ამწის მუშაობა. და მხოლოდ ამის იქით დაასრულოს ინსპექტირება თუ მას ესეთი დავალება აქვს შესაბამისად მიცემული. ესე ძალიან საინტერესოა დავალებას ვინ აძლევს. არც ერთი დავალება არ ხდება პირად გადაწყვეტილებებზე. ყველა დავალებას, ყველა გადაწყვეტილებას ღებულობს მთავარი ინსპექტორი და ესეც ერთგვარი დაცვა არის ბიზნესის, რა თქმა უნდა. და ესე ძალიან ხო, რომ ვიღაცის სულ ხასიათზე, გადამტერებაზე. ყავა თუ არ ქონდა დალეო. ინსპექციის შესახებ კანონშიც არის, თუ გვაქვს რაღაცა ინტერესი ობიექტის მიმართ ინსპექტორს. ამ თემებზედაც ვისაუბრებთ აუცილებლად. აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემებზეც. რომ აი მაგალითად შემოვა თქვენთან ინსპექტორი და შეამოწმოს მაგალითად სიმაღლეზე მუშაობას თუ ჩათვლის საჭიროდ შესაძლებელია რომ ამ შემთხვევაში ნაწილობრივი შემოწმებით გაგიჩეროთ კიდევაც ობიექტი. ოღონდ გააჩერებს აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ჩერებს. ესეც ძალიან ბევრმა არის ის და სხვა ძალიან ბევრმა დამსაქმებელმა და სპეციალისტმა არის ის რომ ის ამ შემთხვევაში თუ მხოლოდ და მხოლოდ სიმაღლეზე სამუშაოებს აჩერებს ან ამწემოწყობილობას მხოლოდ აჩერებს სიმაღლეზე მუშაობას და ამწემოწყობილობას უჭერს პირდაპირ მნიშვნელობით და არა ხურავს მთლიან ობიექტს, ადებს ლუქს და ასე შემდეგ. ეს აჩერებს მაშინ როცა კრიტიკული შეუსაბამობაა. კი ბატონო, რა თქმა უნდა კრიტიკული შეუსაბამობაა. ვალიდურ ვადას. ახლა რომ ვისაუბროთ ინსპექტირებების შემოწმების ფორმებზე რა. შემოწმების ფორმა არსებობს ორნაირი, ეს არის არაგეგმიური და გეგმიური შემოწმებები. დავიწყოთ გეგმიური შემოწმებებით. წეგან ვახსენე რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური საქმიანობების პრიორიტეტული დარგების ჩამონათვარი, სადაც როგორც თქვი, დაყოფილი არის სექტორებად. ეს დარგები არის განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველი ობიექტები, მაღალი რისკის ძალიან მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის სექტორი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივობაც კი არის გაწერილი, რომ განსაკუთრებულად მაღალი რისკის სექტორი, მაგალითად, წელიწადში 3 ჯერ უნდა შემოწმდეს. აქაც ბიზნესის დაცვა არის. უყურეთ, თქვენთან მეოთხეჯერ ვეღარ შემოვა ინსპექცია და იგივე დაბალი რისკის სექტორში, რომელიც მოწმდება 3 წელიწადში ერთხელ, იქაც ვერ შევა ინსპექცია თუ 3 წელი არ გავა. ესეც თუ რა თქმა უნდა ობიექტს არა კრიტიკული შეუსაბამობა. აი გუნდა დამატებინა კი და გეგმიურის ფარგლებში გეგმიური არ გეყოლება რა ინსპექცია ვერ გეყოლება. ხო ესეც ობიექტს. ეს დემოკრატიის ერთ-ერთი სახეა რომ ვერ გადაგეკიდება სახელმწიფო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა ჩვენ დავინახოთ. ჩვენ ყოველთვის გვაწოდებენ ინფორმაციას და გვაქვს თითქოს რომ ყველაფერი რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვამ ბიზნესი მოაქცია წნეხში. ესე არ არის, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ბიზნესი დაიცვა კიდევაც და ერთ-ერთი ის დათქმები რომლებზეც მე წეგან ვისაუბრე ზუსტად არის ის რომ ამ შემთხვევაში ხდება დამსაქმებლის დაცვა რომ თქვენთან ესე 4ჯერ ესე ჭყალებში რო ვთქვათ ინსპექცია თქვენ ვერ გადაგეკიდებათ იმიტომ რომ გადაწყვეტილებას ერთი კაცის ირგვლივ არღებულობენ, სადაც ინსპექტორის ხასიათზე. რეალურად რაც შემოთვალე ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს.
რომ დამსაქმებელს დღეს იმისთვის რომ თავი დაიცვას. თან დავუმატოთ ის, რომ არ არის ჯარიმებზე ორიენტირებული. ხო, ეგეც კი არის. ბატონო. რაც შეეხება არაგეგმიური ინსპექტირებებს. არაგეგმიური ინსპექტირებები არის პირდაპირ ინსპექტირებები, რომლის საფუძველიც ხდება რაღაც კონკრეტული ფაქტები. ის ვერ დაიგეგმება. აი მაგალითად ესეთი შეიძლება იყოს ინსპექციასთან მიწერილი მიმართვა თუნდაც სახალხო დამცველის აპარატის, რომ მათთან შემოსულია რაღაც საჩივარი, თუნდაც შრომის უფლებრივი ან უსაფრთხოების ნორმებთან მიმართებაში და ინსპექციას მიწერილობა გაუკეთოს, რომ შეამოწმოს ეს ამ ობიექტზე რამდენად სრულდება რაღაც მოთხოვნები. შეიძლება სახალხო დამცველის ინსტიტუტით შემოდის და ეს კი ბატონო. ძალიან საინტერესო. კი ბატონო, აი ძალიან მაგალითისთვის კიდევ შეიძლება იყოს რომელიმე სახელმწიფო უწყების მიწერილობაც, რომ შეამოწმეთ ესა და ეს ობიექტი რამდენად ასრულებს, ესა და ეს კომპანია რამდენად ასრულებს, მაგრამ აქაც ძალიან საინტერესო. ასევე წერია, რომ ხელხაზე შემოსული ინფორმაციაა, მაგრამ აიქაც ბიზნესის დაცვა, იცით რა არის? ჩანაწერში ჩვენ ინსპექტირების შესახებ აი ამ წესში გვიწერია, რომ გონივრულობის საფუძველზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გეტყვით რა. გააჩნია რა ერთ-ერთ ჯგუფში, შრომის საფრთხეების ჯგუფში, ერთ-ერთმა ქალბატონმა დაწერა, რომ მეო ინსპექციამო იქ მივწერეო, რომ რაღაც შრომის უსაფრთხოების ნორმებიო ირღვევაო ამ და ამ ობიექტზეო და ინსპექციამ მომთხოვაო წერილთან ერთად ჩემი პირადი ინფორმაცია და მათ შორის მომთხოვა, რომ ხელი ყოფილიყო მოწერილი დოკუმენტზეო. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ეს ნაწილი. მესმის რომ ბიუროკრატია არის და მესმის რომ შეიძლება რაღაცები საჩქარო ყოფილიყო და ძალიან მნიშვნელოვანი და დროში გაწერილი, მაგრამ სწრაფად შესასრულებელი და მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რას ნიშნავს გონივრულობის საფუძველზე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ინსპექცია ყველა გამოძახებაზე ვერ წავა. ინსპექცია არ არის პატრული, რომელიც რაღაც ეჭვების საფუძველზე, რომელსაც ვალდებულება აქვს, რომ რაღაც ეჭვების საფუძველზეც კი გამოცხადდეს რაღაც ობიექტზე. კი ბატონო, უყურეთ, კიდევ იცით რა არის, როდესაც ხელხაზე შედის ინფორმაცია, ესე ძალიან საინტერესოა, რომ მე შეიძლება სულ არ მაქვს გამოცდილება და მგონია, რომ რაღაც სამუშაო, რომელიც სრულდება, არის საფრთხე-შემცველი და სინამდვილეში სულ არ იყოს საფრთხე-შემცველი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც პირადი ინფორმაციის ამ შემთხვევაში იდენტიფიცირება, ასევე თუნდაც ხელმოწერის დაფიქსირება, რომ თქვენ ნამდვილი ადამიანი არსებობდა, არა რობოტი ან არა რაღაც ესა ფეიკი, იმიტომ რომ ფეიკების ინფორმაციაზე შრომის ინსპექცია ვერ ივლის. არაგეგმიური ინსპექტირება ხდება უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ეჭვი არსებობს იმისა, რომ ობიექტზე არსებობს პროფესიული დაავადებები და ასევე როდესაც ეს ძალიან საინტერესო არის, როდესაც ხდება ავარია ობიექტზე, დიდი ავარია, რომელსაც არ მოყვა ადამიანის დაზიანებაო. მინდა გითხრათ, რომ მე რაც ინსპექციიდან წამოვედი, ინტენსიურად ვეცნობი ანგარიშებს, რომელიც იდება ხოლმე შრომის ინსპექციის მთავარი ინსპექტორის მიერ და როგორც ვიცი, დღემდე არ ყოფილა ასეთ შემთხვევაზე ინსპექტირება. აი დანარჩენი სამი რაც ჩამოთვალე, ხო, დანარჩენი რაც ჩამოთვალე, ამაზე ინსპექტირებები მომხდარა. ეხლა რაც შეეხება პრინციპში ეს არის სულ რაც არის არაგეგმული. აი რაღაც კითხვები დაგვიგროვდა ამასთან დაკავშირებით და ნამდვილად უბედური შემთხვევა. რამდენიმე კითხვას დავსვათ და შემდგომ უკვე გადავიდეთ. პირველ რიგში მოკლევის პერიოდულობაზე რომ ვისაუბროთ და ამასთან ერთად მინდა ხაზი გავუსვათ ნიარმისებს. ძალიან საინტერესოა და ვიცი რომ საკმაოდ დიდი ინფორმაცია გაქვს ნიარმისებზე და ჩვენს მაყურებელს სხვა პირებს ამავდროულად შრომის საფრთხეების სპეციალისტებსაც რომ განუმარტოთ რა არის ნიარმისი, რატომ უნდა ჩემი აზრით აუცილებლად უნდა აღირიცხოს უბედური შემთხვევის ჟურნალში და აი პერიოდულობაზეც რო ვისაუბროთ, რა ეს ორი კითხვა გავაერთიანოთ ერთმანეთთან. მოდი დავიწყებ უბედური შემთხვევებით. თუმცა თუ ჩვენ არ მუშაობთ ნიარმისებზე, ეს პირდაპირ გამომწვევი არის უბედური შემთხვევების, მაგრამ ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებ.
დავიწყოთ უბედური შემთხვევა და რა არის უბედური შემთხვევა და რატომ არის მნიშვნელოვანი რომ უბედური შემთხვევა მოვიკვლიოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის უბედური შემთხვევის მოკვლევა იმისთვის რომ საერთოდ რას ემსახურება. ძალიან საინტერესო არის შრომის უსაფრთხოების რის იმაპრევენცირებელი არის და როგორ უყურებს მას ზედამხედველი ორგანო და როგორ უყურებს ამას დამსაქმებელი. ეს არის ძალიან საინტერესო. ჯერ აქედან დავიწყოთ. შრომის ინსპექციისთვის წეგან ვახსენე რომ რა არის ინსპექტირებაო, ხო? ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება შრომის უსაფრთხოების ნორმებთან მიმართებაში. როდესაც ინსპექტორი მიდის უბედური შემთხვევის მოსაკვლევად, მისი ინტერესი რა არის? მისი ინტერესი არის რომ მოიკლიოს უბედური შემთხვევის დროს რა შეუსაბამობები არსებობდა და რა შეუსაბამობებმა გამოიწვიეს უბედური შემთხვევა. და ხო არ არის ეს ხო და რა თქმა უნდა, ნუ მერე შესაბამისად მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების პროცესში დგინდება რა შეუსაბამობები არსებობდა. ვისაუბროთ რატომ უნდება დამსაქმებელს რა დამალოს. კი, ჩემი აზრით მიდგომაშია და აი ჩემი აზრით ახლა რო გვიყურებენ, მე აღარ მომდებ. კი, დამალო რაღაცაების. და ძალიან მნიშვნელოვანია. აი რა შეეხება ახლა პოლიციასთან დაკავშირებით, მე ძალიან ბევრს ვერ ვისაუბრებს იურიდიულ და სამართლებრივ ნაწილზე. უბრალოდ ერთს ვიტყვი და ძალიან ისეც მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რა უნდა გავითავისოთ ჩვენ? როდესაც პოლიცია იძიებს უბედური შემთხვევის ფაქტს, ის იძიებს სისხლის სამართლის კოდექსით, ხო? და ინსპექტორი როდესაც შეუსაბამობებს იკვლევს ობიექტზე, ხო? რა შეუსაბამობის გამო მოხდა უბედური შემთხვევა, ის ადმინისტრაციული სამართლებრივი კოდექსით ხელმძღვანელობს რა. მთავარი განსხვავება ამაშია. იქ უკვე სხვა დეტალებზე ახლა მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, ამის სპეციალისტი არ ვარ. თუმცა ჩემი რაღაც პატარა ხო, პატარა ნიუანსების მხრივ კი მაქვს ისა გამოცდილება. რაც შეეხება აი ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი კითხვა არის ჩემი აზრით, რატომ უჩნდება დამსაქმებელს რომ დამალოს უბედური შემთხვევა. კი ბატონო. თუ მოკვლევის გამო არ დადგება ჩვენებისგებლობა და თუ მოკვლევა გვეხმარება ინსპექტორებს. ამას ისე როგორც ორ ადამიანს ისე უსმენთ. კი ბატონო, როგორც ყოფილი ინსპექტორს და ახლა უკვე სპეციალისტს. თქვენი მოკვლევებით რაღაც კი ბატონო, კარგით. მოდით დავიწყოთ იქიდან რომ მოკვლევა იწყება როგორც პარალელური პროცესი მიმდინარეობს. როდესაც დადგება უბედური შემთხვევა 24 საათის განმავლობაში დავიწყოთ აქედან რომ დამსაქმებელი ვალდებულია გააგზავნოს ინსპექციაში შეტყობინება დანართი 1-3 და შეატყობინოს შრომის ინსპექციის სამსახურს და მას აქვს იმისი შესაძლებლობაც რომ 23 საათსა და 50 წუთს კი გააგზავნოს ეს და ეს მთლიანი ერთი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის ალბათ დამეთანხმებით ამას გააგზავნოს 24 საათში და რა შემთხვევებში გვიწერია რომ ჩვენ გვაქვს კლასიფიკაცია უბედური შემთხვევების ეს არის საერთაშორისო სტანდარტი რომ უბედური შემთხვევა კლასიფიცირდებაო შედეგითა და ერთ ჯერზე დაშავებული ადამიანების რაოდენობის მიხედვითო ხო და შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებული არის საშუალო, მძიმე, ფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევის დროს შეატყობინოს შრომის ინსპექციის სამსახურს. აი მაგალითად ინგლისურ მოდელში არ გეგონთ რომ მხოლოდ საქართველოში ხდება ის რომ ინსპექცია დამსაქმებელი ვალდებულია რომ ინსპექცია შეატყობინოს. არა. აი მაგალითად ინგლისურში არის ინგლისურ მოდელში არის ესეთი სტანდარტი RIDORI Reporting of Incidents and Accidents in the Workplaces. ესე ითარგმნება ეს აბრევიატურა და რაც არეგულირებს დამსაქმებლის მიერ შრომის ინსპექციისთვის კონკრეტულად რა შემთხვევებში უნდა მოხდეს რეპორტინგი. რეპორტინგი ხდება შეტყობინების წესი არის ზუსტად და შეტყობინება ხდება როგორც
ფატალური შემთხვევის დროს შეტყობინება ხდება ჯანმრთელობის დაზიანების დროს, მაგრამ აქაც კონკრეტული ჩამონათვალი არსებობს ჯანმრთელობის რა დაზიანებების დროს. წეგან ნიკა მახსენდა საშიში შემთხვევები და ხდება საშიში შემთხვევების დროსაც აქაც ძალიან ესე ჩამონათვალი არსებობს, ძალიან მკაცრი ჩამონათვალი არსებობს და პროფესიული დაავადებების დროს და რა კონკრეტული პროფესიული დაავადებების დროსაც ხდება შეტყობინება, ამაზეც არის. შეტყობინება ხდება როგორც ტელეფონით, ასევე პორტალია. თუ ჩვენ აქ მეილს ვაგზავნით ინსპექციაში, იქ უბრალოდ პორტალი იხსნება და ამ პორტალზე შეგიძლიათ რომ გააგზავნოთ ეს ინფორმაცია. ეს არის. ეხლა კი, ხო, აი მაგალითად საშიში შემთხვევებზე და ამაზეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ, ხო. ბევრი საქმე ექნებათ და მაგალითად ესპანეთში თუ ერთ-ერთი დიდი კომპანიის რომელიღაც ობიექტზე საშიში შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვეულებრივად რეპორტის სახით საქართველოში დასაქმებული და პირი იმ კომპანიაში ჩვეულებრივ იღებს ამას და კი ბატონო. ხო, ტონუსშია მუდამ. კი, მუდამ ტონუსშია და ეს ხო არ შეიძლება რომ ნეგატიურ მოვლენად აღვიქვათ რა, ეს არის პოზიტიური მოვლენა და ამაზე ცოტა ხანში. ეხლა რაც შეეხება ინციდენტები ხო, ინციდენტების საშიში შემთხვევები და ნიარმისები მოსვლა. ეხლა რაც შეეხება უბედური შემთხვევის მოკვლევას, რა წაღან ვსაუბრობდით ზუსტად რომ შრომის ინსპექტორის მიზანი არის წეგან როგორც ვახსენეთ, რომ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს რაღაც კონკრეტულ იმაზე რა ხო, შრომის ნორმებზე და ნუ ამ შემთხვევაში აღსრულებაზე ხო, როგორ და შრომის ინსპექტორის მთავარი მიზანია რომ შევიდეს ობიექტზე და ნახოს რა მოხდა უბედური შემთხვევის დროს. ხოლო დამსაქმებლის ვალდებულება რა არის? დამსაქმებელმა 24 საათში ასე უნდა შექმნას კომისია. და უნდა დაიწყოს მან ასევე პარალელურად მოკვლევის პროცესი. ამ მოკვლევის პროცესში მისი მთავარი მიზანი რა უნდა იყოს? რა უნდა იყოს და კონკრეტულად შრომის უსაფრთხოების სისტემის რომელ კომპონენტში იყო ხარვეზი, რომ შემდგომში აღარ მოუხდეს ეს უბედური შემთხვევა, ანუ დამსაქმებლის მიერ მოკვლეული უბედური შემთხვევის საბოლოო მიზანი აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს პრევენციას. აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა რატომ იმალება და რატომ უჩნდება სურვილი? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ინსპექციაში ვაგზავნით დასკვნას როგორც კომისია და როგორც დამსაქმებლის პოზიციიდან ამ შემთხვევაში ჩვენ რაც არ უნდა დავწეროთ უბედური შემთხვევის მოკვლევაში მისი შინაარსი ვერ ხდება სანქცირების საფუძველი და ჩვენ იქ რომ დავწეროთ რომ მაგალითად ეს უბედური შემთხვევა იმიტომ მოხდა რომ აი მაგალითად ჩანგლიანი დამტვერთვალი იმიტომ დაეჯახა დაზარალებულ გელას, რომ მან რაღაც არამქვეყნიური ზებუნებრივი ძალები ჩაერია ამ ყველაფერში, ამ დასკვნას ეს დასკვნა ვერ გახდება სანქცირების საფუძველი და ვერავინ დააყენებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციას ეჭქვეშ, იმიტომ რომ ასეთი ჩანაწერი არსად არ გვაქვს. მე არ მინდა რომ ეს ყველაფერი როგორც ამითი წავახალისო და მინდა ვთქვა რომ ეს პირიქით არის შრომის უსაფრთხოების დაბალი კულტურის მაჩვენებელი და ამისი რამდენიმე მიზეზი არსებობს რა. რატომ ალავს დამსაქმებელი იმას და რატომ არ უნდება მას და რატომ არ უნდა დამალოს, მოდი ამაზე ვისაუბროთ. პირველი რატომაც არ უნდა დამალოს არის ის რომ წაღან როგორც ვთქვით პროცესი მიმდინარეობს პარალელურად და ინსპექციაც თავისებურად იკვლევს და ინსპექცია აუცილებლად თქვენ რაც არ უნდა რამე დამალოთ თუნდაც პროცესის რამე ნაწილი თქვათ არ შეინახოთ უბედური შემთხვევის მოკვლევის ადგილი ისე როგორც საჭიროა და როგორც ამას უბედური შემთხვევის მოკვლევის წესი გვაიძულებს თუნდაც ამ შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში იკვეთება სისტემის ხარვეზი. თუ თქვენ მაგალითად დამსაქმებლის პოზიციიდან გაგცურული და დასკვნაში წერთ რომ ეს თქვათ დასაქმებული გელას ბრალია რომ დამტვერთვალს დაუდგა წინ, ამ შემთხვევაში მაინც იკვეთება სისტემის ხარვეზი, იმიტომ რომ რაღაც
ან ტრეინინგმა ვერ იმუშავა ერთ-ერთმა კომპონენტმა შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ან მონიტორინგმა ვერ იმუშავა, ზედამხედველობამ ვერ იმუშავა, მაინც იკვეთება. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ თვითონ კომისია, როდესაც წერს ამ დასკვნას, ამ შემთხვევაში ის ყველა ვარიანტში, როდესაც იგივე ადანაშაულებს თქვათ ვინმე გილას, ის წერის პროცესში მაინც სისტემურ პრობლემამდე მივა და მაინც ყველა ვარიანტში მივა იმ თავის თავთან წინააღმდეგობაში, როდესაც დაწერს, რომ აი გელა თვითონ ჩაუხტა, თქვათ ჩანგლიან დამტვერთველს. კი ბატონო. და მესამე ფაქტორი რაც არის და რასაც ჩვენ ვერ წავუვალთ და ძალიან კარგად ვიცით ყველა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაცვის საგანი არის და მექანიზმი და ბერკეტი არის ის, რომ შრომის უსაფრთხოების კანონი პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს დამსაქმებელს და ვალდებულებებს აკისრებს დამსაქმებელს. აქედან გამომდინარე ზუსტად არის ის, რომ მიუხედავად ჩვენი ძალიან ბევრი მცდელობებისა, რომ დავმალოთ რაღაცაები, ეს ყველაფერი დამალული არ რჩება. და ჩვენგან დამალული ესეთი შემთხვევები აუცილებლად გვექნება პარალელური დასკვნა, რომელიც დადებს საპირისპიროს და იტყვის სიმართლეს, კანონის სახით იტყვის სიმართლეს და ჩვენგან მხოლოდ ის გამოჩნდება, რომ ჩვენ კომპანიაში გვაქვს შრომის უსაფრთხოების დაბალი კულტურა. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები პროფკავშირებით უყავს კომპანიას, დასაქმებელთა წარმომადგენლები და ასე შემდეგ, რომელიც განსხვავებულ აზრს წერენ. ამიტომ საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დავმალოთ უბედური შემთხვევები თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს და გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ გვაქვს გამართული შრომის უსაფრთხოების სისტემა და უბრალოდ რაღაც კომპონენტმა ვერ იმუშავა, არ უნდა იყოს ზუსტად არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ დავმალოთ, პირიქით უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილები, უნდა გადაუგზავნოთ ყველა დოკუმენტაცია, რაც გვაქვს და უნდა ვითანამშრომლოთ მაქსიმალურად შრომის ინსპექციის სამსახურით. ხო. რაც შეეხება წეღან ნიკამ დასვა კითხვა ნიარმისებთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხო. ჩვენ შრომის უსაფრთხოების კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის დექვე პუნქტში თუ არ ვცდები ზუსტად გვიწერია რომ კი არა ზუსტად ვიცი რომ ზუსტად მან გვიწერია რომ დამსაქმებელიო ვალდებულიაო რომ აღრიცხოსო უბედური შემთხვევები და უბედური შემთხვევები, საშიში შემთხვევები და პროფესიული დაავადებებიო, ხო? ხა რას ნიშნავს რომ აღრიცხოს უბედური შემთხვევები, რომ ჩვენს პრაქტიკაში დანერგილია რომ უნდა გქონდეს საშიში შემთხვევების ჟურნალები და ესეთი ჟურნალები შეგვხვდება ობიექტზე, მაგრამ შეგვხვდება ცარიელი. ესე ძირითადად ამაყობს კიდევაც კი ბატონო, რომ არ აქვს ეს შემთხვევა და რატომ არის? აი წეგან ვისაუბრეთ უბედურ შემთხვევებზე და მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო კვლევების საფუძველზე ის ობიექტები, ის კომპანიები, ის დამსაქმებლები, რომლებიც არ მუშაობენ საშიში შემთხვევებზე, 95% უბედური შემთხვევებისა ხდება იმიტომ, რომ არ ხდება საშიში შემთხვევებზე მუშაობა. ასევე არსებობს ესეთი სტატისტიკა, რომ ერთი უბედური შემთხვევის უკან დგას მინიმუმ 29 მინიმალური დაზიანება, თუნდაც ხელის გაჭრა, პატარა დამწვრობა და ასე შემდეგ, მსუბუქი ინციდენტი და 300-მდე ნიარმისი. საშიში შემთხვევა. ხო, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და მხოლოდ ჟურნალის ყდა კი არ გქონდეს გაკეთებული, არამედ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში დავიწყოთ ნიარმისებზე მუშაობა. ეხლა ზოგადად რო განმარტოთ რა არის საშიში შემთხვევა და საერთაშორისო პრაქტიკაში რა ხდება და ჩვენ კანონმდებლობაში ცოტა აცდენა გვაქვს. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ჩვენ გვაქვს განმარტება საშიში შემთხვევის და ჩვენ აქვს ასევე განმარტება უბედური შემთხვევის. უბედურ შემთხვევაზე ვისაუბრეთ, უკვე რა არის უბედური შემთხვევა, ეხლა რა არის საშიში შემთხვევა.
საერთოდ შემთხვევა არის ისეთი გარემოებაო, რასაც შეიძლება მოყვესო მატერიალური ზიანი, ან სხვა შედეგებიო. ნუ ეს ან სხვა შედეგი შეიძლება იყოს მაგალითად გარემოს დაზიანება, გარემოს მდგომარეობაზე მაქვს მე საუბარი, აი ბუნებრივი გარემოს დაზიანებაზე. აი მაგალითად რაღაც ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა, ეს არის მატერიალური ზიანიც და მაგალითად გარემოც დაბინძურდა ამითი და მოყვა შესაბამისი უარყოფითი შედეგები. ნუ იდეაში გეუბნებია რომ იდენტიფიცირებენ მდგომარეობა, რასაც არ მოყვება. კი ბატონო, მაგრამ ჩვენთან კანონმდებლობაში არ ჩანს ისეთი შემთხვევები, რომლებიც არის ინციდენტები, რომელიც მოხდა, რაღაც ფაქტი მოხდა, აი მაგალითად გელა, რომელსაც დაეჯახა დამტვირთველი, მაგრამ არ დაზიანდა. აი რა არის ესეთი შემთხვევა? ჩვენ სამწუხაროდ კანონმდებლობაში ესეთი შემთხვევა არ გვაქვს და ზუსტად ეს არის წეგან რაც ვახსენეთ. ზუსტად ეგ არ არის იდენტიფიცირებული მდგომარეობა, რომელიც გაიგებს, ესე მოხდება. ეს არის ისეთი შემთხვევა, ეს არის დაუგეგმავი შემთხვევა, როდესაც მოხდა რაღაც კონკრეტული ფაქტი, მოხდა ინციდენტი, რომელსაც არ მოყვა ადამიანის დაზიანება, მაგრამ ნუ ფაქტი, მძიმე ფაქტი დადგა, ადამიანს კონკრეტული აღჭურვილობა დაეჯახა, ხო? ესაც დენა გვაქვს ჩვენ კანონმდებლობაში, რომ არ გვაქვს განმარტება ნიარმისების რა და ნუ გვაქვს მერე უბედური შემთხვევის განმარტება. ეხლა და ის არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავიწყოთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ამ ნიარმისების წარმოება და წეგან შენ ახსენე რომ რაღაც ესპანეთში რომ მოხდება ჩვენ სხვათა შორის საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი ყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია რომელიც ჩემი ინსპექტირებების პრაქტიკიდან და ასევე ჩემი როგორც კერძო სპეციალისტის პრაქტიკიდან ძალიან აქტიურად მუშაობს ნიარმისებზე და როგორ ამ საშიშ შემთხვევებზე და როგორ მუშაობს ეს სისტემა რა როგორც წეგან რეპორტინგის სახით ეკი მაინც ყველას აქის რო საერთოდ კი ვინც ამაზე მუშაობს იმიტომ რომ ჩვენ კანონმდებლობაში გვიწერია რომ მხოლოდ უნდა აღვრიცხოთ არ უნდა აღვრიცხოთ რა მაგრამ საქართველოშიც არის მაგის პრაქტიკა შემთხვევა ესე იგი ეს საშიშ შემთხვევა არის საფრთხე რა საფრთხის შემცველი გარემო და ფაქტორი არის. ჩვენ კიდევ ნებისმიერ საფრთხეზე უნდა გქონდეს პრევენციული ღონისძიებები გადატანილი. ნებისმიერი როგორ მუშაობ მე საშიშ შემთხვევებზე? როგორ უნდა ვიმუშაო? ხო, საშიშ შემთხვევებზე მუშაობა პირდაპირ არის რისკებზე მუშაობა. მე მაქვს რაღაც კონკრეტული საფრთხე, მაგალითად ერთ-ერთი ესეთი საშიშ შემთხვევა შეიძლება იყოს ამწე მოწყობილობის ჯაჭვი, რომელიც უბრალოდ დაზიანებული. ეს უკვე საშიში შემთხვევა არის. მე რას ვაკეთებ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი? ამას აღვიქვამ როგორც საფრთხეს და შესაბამისად მასთან მიმართებაში ვატარებ პრევენციულ ღონისძიებებს. წერ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, გამოყოფ ამასთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტულ ვადებს ვაწესებ ამასთან დაკავშირებით, ვაჩერებ თუნდაც ობიექტს ხო, შესაბამისად და მუშაობ ამის პრევენციაზე, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ თუ ჩვენ გვაქვს საფრთხე, შესაბამისად ის გადაგვაქვს რისკების შეფასების დოკუმენტში და ასე ვამუშაობ ჩვენ, ასე ხდება. და ზუსტად ამის მერე ხდება, ზუსტად ის, რომ თუ ჩვენ დავარეპორტებთ, მარტო დარეპორტება არ არის. თუ ჩვენ რეალურად ვიმუშავებთ 300 საშიშ შემთხვევაზე, აღარ გვექნება 29 მცირე დაზიანება და შესაბამისად მინიმალურ დონემდე დავიყვანთ უბედური შემთხვევის მოხდენის ალბათობას. ესე მუშაობს მათემატიკურად ზუსტად პრევენცია უბედური შემთხვევის. ნათია, მე მაინტერესებს ერთი ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. უშუალო ფაქტორები რომ გავითვალისწინოთ. ჯანმრთელობის ქრონიკული დაავადებები უშუალო ფაქტორია უბედური შემთხვევის მოხდენის. შესაბამისად, მაღალი რისკის სექტორში უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ფორმაციების წარდგენა დასაქმებულების მიერ. ამაზე როგორ ფიქრობთ? ანუ ეს გასაგებია რომ შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული შეუძლია რა თქმა უნდა დამსაქმებელმა მოთხოვოს ფორმაციის, მაგრამ არეგულირებდეს ამას უნდა თუ არა კანონმდებლობა. აი გუშინ საუბრობდით მედალევანი. სავალდებულო დონეზე უნდა იყოს თუ არა იმ 4 თუ 5 პროფესიის გარდა, რა სხვა პროფესიები ხომ არის და თუ შეგიძლია შენი გამოცდილებაც რომ გითხრა, შენი აზრით რატომ არ არის ეს პროფესიები? თქვათ მეყალიბე, მებეტონე, მცხოვრელი და ძალიან ხშირია, როდესაც დასაქმებულები მალავენ
ისეთ ქრონიკულ დაავადებებს, როგორც არის მაგალითად ეპილეფსია, თან ეპილეფსია არის კონტროლირებადი და არის არაკონტროლირებადი. შესაბამისად, არაკონტროლირებადი ეპილეფსია შეიძლება არამხოლოდ შენი დაზიანების საბაბი გახდეს, არამედ სხვისი დაზიანების, ასევე პირველი ტიპის დიაბეტი, გულის მანკი და ასე შემდგომ. ამ კითხვაზე ჩავეცდები რომ მოკლედ გაგცეთ პასუხი, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ამაზე კიდევ ცალკე გადაცემა და პოდკასტი უნდა ჩაწეროთ. და დავგეგმოთ მაშინ უკვე მეორე პოდკასტი. კი ბატონო, აუცილებლად უნდა ჩაწეროთ ამაზე ცალკე პოდკასტი, იმიტომ რომ 215 იბრძანება, რომელზედაც ახლა თქვენ საუბრობთ, ნამდვილად გადახედვა საჭიროებს. თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ის ჩამონათვალი, რაც 215 ინში არის, მაინც არ არის ძალიან მცირე. და არ შეიძლება არსებობდეს მომეტებული საფრთხე-შემცველი საქმიანობა, რომ იმ საქმიანობების 80%-ს მაინც ვერ ფარავდეს. ეს არის ქიმიურ აგენტებთან მუშაობა, ეს არის ელექტრომაგნიტურელთან მუშაობა, ეს არის შაქართან მუშაობა, ნებისმიერი გვეუბნება იარაღის მატარებელი. კი ბატონო. ბიოლოგიური აგენტებიც არის პრინციპში საექიმოც არის, ხო, თუმცა ასევე ჩვენ კიდევ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შრომის კოდექსში გვიწერია, რომ დასაქმებულის მოთხოვნის დან გამომდინარე ის დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ღამის ცულაში. კი, აი ამიტომ მათაც ეს ყურადღებას. ხო, იმიტომ არ ვაქცევთ, რომ ხომ არის სინამდვილეში ღამის ცულაში მუშაობაც შესაბამისად ამდიმებს შესაბამისად დასაქმებულის შრომის პირობებს. რომ დაკავშირებულია ის კიდევ ადამიანის დამატებით არა მარტო ფსიქოემოციურ გადაძაბვასთან, არამედ კიდევ სხვადასხვა ფაქტორებთან, რომლებიცაც სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის შრომის კოდექსის შესაბამისი დანართი, სადაც პირდაპირ არის გაწერილი ის კვლევები, რაც უნდა ჩაუტარდეს დასაქმებულს, იმიტომ რომ იქ არის არა მხოლოდ ფსიქოემოციური ფაქტორი, არამედ გულის დაავადებები, თვალის გადაძაბვა, რომელიც ღამის პირობებში მუშაობის დროს უფრო მეტად უწევს დასაქმებულს და ასე შემდეგ. რაც ეხება ფორმასებთან დაკავშირებით, მე ვისურვებდი, რომ დღევანდელი მოცემულობით, რაც არის ის არარეალური ფორმასები, რომელიც ყველა ჩვენთაგანს აგვიღია ალბათ ესეთი ფორმასი, რომ მივსულართ და 50 ლარი გადაგვიხდიან 40 ლარი და ექიმს რომ მოუწია ჩვენთვის ფორმასი, ესეთი ამის პრევენციის მექანიზმებიც არსებობს, აი მაგალითად დამსაქმებელი თვითონ გზავნიდეს მისთვის, აი ეს იქნება პრევენცია. მე მართვის მოწმობა რო ავიღე, საერთოდ არ შევოწმები ვარ, ანუ ვერ ხედავდი არა და მართვის მოწმობასთან მიმართებაში. და 22 ლარად ფაქტიურად გამოვიდა რომ ვიყიდე. რატომ ქვია მართვის მოწმობის იმას, ასე ჟარგონულ ენაზე ფსიქო? კი, ფსიხო. ფსიხო ქვია საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი, სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რა უსაფრთხო შრომის უსაფრთხო. აი ზუსტად ეხლა მივხვდი რატო ქვია ფსიხო. იმიტომ ქვია მას ფსიხო, რომ არა მხოლოდ ადამიანის თვალი და სხვა შორის კიდურზე არის, ზედა კიდური, ცალი კიდური არის, ანუ ქვედა კიდურზე არ არის შეზღუდვა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ შეიძლება ტექნიკა მართოს, ტრანსპორტი მართოს ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც რეალურად სამუშაო ადგილია ვინც არის. ფსიქოსოციალური ფაქტორები ძალიან მოქმედებს დღეს საცობებში და თუ სამსახურებრივი დანიშნულებით ადამიანი ატარებს ტრანსპორტს, იმყოფება, გადაადგილდება ამ ტერიტორიაზე, ეგეც ითვლება სამუშაო ადგილად და ან კარგია თუ ეს ყველა დასაქმებულს ეცოდინება, იმიტომ რომ დისტრიბუცია მაგალითად, რაც ალბათ თბილისში ძალიან გავრცელებული სამსახურია და ძალიან დიდი რაოდენობით არიან კომპანიები წარმოდგენილი. ძალიან ბევრ კომპანიაში მე როგორც ვიცი, ჩემი პირადი წყაროებიდან ფორმასების აღება ან ხდება სიმბოლურად, ან საერთოდ არ ხდება. მე პირადად გეტყვით მაგალითს, რომ ის კომპანია, სადაც ახლა ვმუშაობ, ყოველწლიურად სავალდებულად უტარებს ყველა დასაქმებულს, რა თქმა უნდა, თავისი ხარჯით. ყველა დასაქმებულს აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ის მომეტებულ საფრთხე-შემცველ საქმიანობას ეწევა თუ არა პერიოდულ შემოწმებას. ზუსტად იმ საფრთხე-შემცველ იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება არსებობდეს იმ სექტორში, სადაც მე ვმუშაობ ახლა. 1 საათი ჩვენი არის აუწყებელი. 1 2 3 ნათია, ჩვენ ესეთი კითხვა გვაქვს უბედური შემთხვევის მოკვლევის
აღრიცხვის და ანგარიშგების წესთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ შრომის უსაფრთხოების სისტემის კუთხით გვაქვს პატარა ისტორია ქვეყანას, შესაბამისად დიდად არც ვართ განვებიურებულები კონკრეტული სტანდარტებით და ჩემი კითხვა მდგომარეობს რაში. ხომ არ არსებობს საერთაშორისო დონეზე რაიმე ისეთი სტანდარტი, რომელიც გაგვიადვილებს უბედური შემთხვევის მოკვლევას და იმ მიზეზშედეგობრივობის დადგენას, იყო თუ არა ეს უბედური შემთხვევა მაგალითად სისტემის გაუმართავობის ან სიმბოლურად არსებობის შედეგი. აი ხომ არ იყენებენ განვითარებული ქვეყნები რაღაცა კონკრეტულ ჩამოყალიბებულ ან სტატისტიკას ან მეთოდებს ამასთან დაკავშირებით. თვითონ პრინციპი, როგორც ხდება 1-2-დან 1 შევსება, არის აგებული ეს საერთაშორისო სტანდარტი არის. ჩვენ ვიკვლევთ უბედურ შემთხვევას უშუალო ძირითადი და არსებითი, ანუ სისტემური მიზეზების მოკვლევით, მოძიებით. და მათ შორის მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირების დადგენით. ახლა რა არის უშუალო მიზეზი? უშუალო მიზეზი არის ზუსტად ის ფაქტორი, ის კონკრეტული შემთხვევა, რამაც დააყენა უბედური შემთხვევა. წეღანდელი кейსი რო ავიღოთ გელასთან მიმართებაში, აი მაგ შემთხვევაში უშუალო მიზეზი უბედური შემთხვევის დადგომის იქნება უშუალოდ შეჯახების ფაქტი. ის რომ ჩანგლიანი დამტვირთველა შეეჯახა მას და შეჯახების მომენტი ფიზიკური კავშირი გელასა და ჩანგლიან დამტვირთველს შორის არის უშუალო მიზეზი უბედური შემთხვევის. ძირითადი მიზეზი ამისი შეიძლება იყოს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, ეს არის თუმცა ეს სტანდარტი რას უნდა მივყვეთ და არასეგრეგირებულ გზაზე რომ ის მას არ უტარდებოდა შესაბამისი ტრეინინგი და არ იცის როგორ უნდა იყოს მაგალითად ჩანგლიანი დამტვირთველა არ იყო შესაბამისი ლაზერის და განათებების სისტემით აღჭურვილი რომელიც უზრუნველყოფდა გაბარიტების დაცვას დასაქმებულებთან მიმართებაში და ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორი. რაც შეეხება არსებით ძირითად სისტემურ ხარვეზებზე, აი აქ უკვე გამოჩნდება იმ კონკრეტულ შემთხვევაში თუ მოვიკვლევთ, აი ამ გელამ ანუ რამდენად ტარდებოდა ინსტრუქტაჟები, რამდენად მიმდინარეობდა ზედამხედველობა და ეს დაგვანახებს იმ სისტემის ხარვეზებს გამოაჩენს, რის გამოდაც გელა შეეჯახა დამტვირთველს. კარგი უბედური შემთხვევის მოკვლევა ზუსტად აი ამ უშუალო ძირითად და არსებით ფაქტორების მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირების ჯაჭვის დადგენაზე არის დამოკიდებული. თუ აი ამ ჯაჭვს არ დავარღვევთ იდეაში, ხო? მაშინ უბედური შემთხვევის მოკვლევა იქნება სრულყოფილი. თუმცა აი საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს ასევე სხვა მეთოდიც, აი ეგრეთ წოდებული fishbone-ის მეთოდი, ანუ ეს არის თევზის ფხის მეთოდი. რომელიც ასევე გვეხმარება იგივენაირად, უბრალოდ სისტემურად გვილაგებს რა რის შემდეგ მოხდა. ფხის მეთოდით ზუსტად და ერთმანეთს მიყვება ზუსტად ეს სისტემა და ის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც კონკრეტული ფაქტი არ გამოგვეპაროს, რაღაც არ გამოგჩეს და თუ ჩვენი ინტერესი, დამსაქმებლის ინტერესი არის ის, რომ მე მქონდეს სრულყოფილი დასკვნა რომელიც დამანახებს, რომელმაც მინდა რომ დამანახოს ჩემს სისტემის რომელ კომპონენტში კონკრეტულად რომელ ნაწილში არის ხარვეზი, ზუსტად ეს fishbone-ის მეთოდი დაგეხმარებათ ამ შემთხვევაში. თუმცა მე თვითონ აი ამ უშუალო არსებითი და ჩვენი მოკვლევის აი ამ ხრივ მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირის დადგენის ეს არ ვარ რა. მას რაღაც სკეპტიკურად ან უარყოფითი ან ნეგატიური მხარეთი არ უყურებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თუ აი ამ სამ პრინციპსაც დავიცავთ, არც ეს არ იქნება პრობლემა იმისა, რომ დაგვიდგინოს რეალურად რა მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირები არსებობს უბედურ შემთხვევის ფაქტებს შორის. ეს ერთგვარად რაღაცა გარკვეულ სახის კარგი რემაინდერია რა აღნიშნული სისტემის დანერგვა და ბარემ ისიც თქვა მსვენელისთვის ვინც დაინტერესდება რომ ინტერნეტ სივრცეში ალბათ ძალიან ხელმისაწვდომია ხო ამ თემაზე გარკვეული სტატიები რომ ჩაღრმავება რომ მოუნდა შეუძლია ნახოს ხო? კი ბატონო, რა ვიცი, ძალიან მარტივად fishbone-ის მეთოდი არის აღიარებული მეთოდი, რომელსაც გამოიყენებენ და ის უბრალოდ ფაქტიურად ჩონჩხს გვაძლევს, რომ დავინახოთ რა რის შემდეგ მოხდა. მეგობრებო, როგორც ხედავთ ბანერზე,
სიახლე გვაქვს. ჩვენი პოდკასტის და ჩვენი YouTube პროექტის პარტნიორია დღეიდან SafePro, პირველი ქართული შრომის უსაფრთხოების სოფტი და მინდა ნათია აი ამაზეც 1-2 სიტყვით მოგვახსენო, როგორ უყურებ სოფტის ადაპტირებას ქართული შრომის უსაფრთხოების ბაზარზე და გაუმარტივებს თუ არა ეს ერთეულ სპეციალისტებს ან თუნდაც ფრილანსერებს, ან თუნდაც მცირე საკონსულტაციო კომპანიებს შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურად დანერგვას სხვადასხვა კომპანიებში. რაც შეეხება SafePro-ს, მინდა ვთქვა, რომ მე რაც ვიცი SafePro-სთან დაკავშირებით, მე პირადად არ ვარ მისი მომხმარებელი, ვიყავი პრეზენტაციაზე და მე რა ინფორმაციაც მაქვს SafePro-სთან დაკავშირებით, ვიცი რომ უკვე ძალიან ბევრი კომპანია საქართველოში, ძალიან ბევრი სპეციალისტი კომპანიაში რომლებიც აუთსორსით მუშაობენ, იყენებენ SafePro-ს აპლიკაციას. ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ეს დამწყები კადრებისთვის. თქვენ იცით, რომ ინტენსიურად ხდება კადრების გადამზადება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის და თქვენ ალბათ იცით, რომ და მოგიხსენებათ, რომ ეს სამთვიანი პროგრამები არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს, რომ სამ თვეში ჩვენგან ძალიან მაგარი სპეციალისტები დადგეს. ზუსტად აი ესეთ სპეციალისტებს, რომლებიც ეხლა აბიჯებენ ამ სფეროში და მათ სურთ, რომ ძალიან სწრაფად დასაქმდნენ ამ მიმართულებით, მათთვის არის ძალიან კარგი გამოსავალი, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, იქ არის რისკის შეფასების რაღაც მაგალითები, იქ არის ტრეინინგების წარმოიდგინეთ ტრეინინგები, გაქვთ პრეზენტაციები და შენი დანიშნულება ამ ტრეინინგის ნაწილში არის მხოლოდ ის, რომ ამისი პრეზენტაცია მოახდინე, იმიტომ რომ შენ უკვე თავად პრეზენტაცია გაქვს და ვიცი რომ ეს რამოდენიმე მიმართულებით არის. როგორც ვიცი, კონსოლიდირებული ვერსიები დევს კანონების, იმიტომ რომ ესეც ფინანსურ მხარესთან არის დაკავშირებული. ახლა მე პირადად მაქვს წვდომა მაცნესთან, მაგრამ იმ დასაქმებულებს, იმ სპეციალისტებს, რომლებიც ახლები არიან, ხო, შესაბამისად მათ აქვთ პრობლემა. თუმცა სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო ნორმების აღსრულებაზე მაცნესთან მიმართებაში რა, მაშინ კონსოლიდირებული ვერსიები უნდა იყოს უფასოდ. რამე ესე ვფიქრობ, თუმცა ის რომ დღეს არსებობს ამისი ბიბლიოთეკა SafePro-ზე, ის რომ SafePro-ს უდევს რამდენიმე სახელმძღვანელო, ვიცი რომ მათ თავიანთი მართე უსაფრთხოდ სახელმძღვანელოებიც უდევს და ასე შემდეგ, რაც მათი პროგრამებია. თუმცა მე პირადად ჩემ საქმიანობაში არასოდეს გამომიყენები არც მიცდია. სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც აქამდე რატომაც არ გამომიყენებია SafePro იყო ის, რომ შეიძლება გაგიკვირდეთ კიდევაც, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შავ-თეთრ Nokia-ს იყენებენ და არ აქვთ უბრალოდ, არ აქვთ იმისი ცოდნა და გამოცდილება, როგორ უნდა იმუშაონ, მაგალითად ესეთ სისტემებთან. და მათ არ აქვთ ის ტექნოლოგიური განვითარება იმ დონეზე, რომ მათ იმუშაონ ამ სისტემაში. თუმცა რაც შეეხება აი დადებით ნაწილს, რაც არის მოდულები, აი ტრეინინგ მოდულები, რომელიც არის ონლაინ ტრეინინგების შესაძლებლობა, სერტიფიკატების გადაცემის შესაძლებლობა და ასე შემდეგ, რაც აქვს SafePro-ს, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალი სპეციალისტისთვის. აი რაც შეეხება Nokia-ს, დასაქმებულები კი მეც მინახავს ადამიანები, რომლებიც ელემენტარული, ანუ Android-იც არ აქვთ. კი, 100-150 ლარიანი Android-ი არ აქვთ და კი, მესმის რომ ეს ამ დასაქმებულებმა შეიძლება რომ ეს ონლაინ ტრეინინგები ვერ გაიარონ, მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც ციფრულად არიყენებს ნებისმიერ, ასე ვთქვათ, პლანშეტი იქნება ეს ტელეფონი იქნება. პრინციპში სხვანაირად შეუძლებელია რა. ჩვენ რო სწავლება დავიწყეთ, აი თავიდან რო სწავლება დავიწყეთ მაცნესთან, იმიტომ მაქვს ამდენი წელია წვდომა, რომ რესურსი, რესურსაც ჩვენ სტუდენტს აწვდი, ეს არის საკანონმდებლო ბაზა. და შენ არ გაქვს ფაქტიურად სახელმძღვანელოები, რაღაც მიმართულებებით, ხო? ამიტომ ძალიან ეს არის რა ქვია, ყველა სპეციალისტი პრინციპში იყენებს კი აი ამ ასევე აქ ძალიან საინტერესო მოდულია ინციდენტების და დაკვირვებების, სადაც შეგვიძლია რომ ჩვეულებრივად ნიარმისებიც ავგვიწყოთ. როგორც უბედური შემთხვევა არ აქვს მნიშვნელობა მის კლასიფიკაციას, ასევე შეგვიძლია რომ დავამატოთ გრაფა, სადაც ნიარმისებსაც ავღრიცხავთ და ამასთან ერთად კარგი არის ის, რომ უშუალოდ თვითონ ბიზნესის დასაქმებულებსაც აქვს წვდომა არსებულ სოფტში,
კონკრეტული იუზერები იქნება, ისინი შედიან შემდგომ და რა თქმა უნდა უკვე დირექტორი და ბიზნეს ხელმძღვანელი ეცნობა სტატისტიკებს, რისკებს, ინციდენტებს და ყველაფერი ასე ვთქვათ გაციფრულებული აქვს და აი ეს ბევრი ფურცლების ასე ვთქვათ კომპლექსი ვისაც აქვს და ვისაც არ უყვარს ბევრ ფურცლებთან მუშაობა, მათთვის იდეალური გამოსავალია ჩემი აზრით. ეხლა გამოხსენდა ინსპექციაში ერთხელ ერთ-ერთ ორგანიზაციას წავყავი, როგორ წავიღეთ ორი უშველებელი მოდი ესა რუსულ ტერმინს გამოვიყენებ, პაპკა, რომელიც იყო ძალიან ძიმე ასე წევად და ქალბატონები მივდიოდით და ძალიან გაგვიჭირდა მათი აწევა. ხო, ფურცლომანიასთან დაკავშირებით და ზოგადად ბიუროკრატიასთან დაკავშირებით, ამ ფურცლების კეთებასთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრება მაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ადამიანების მიმართ გვაკისრია გარკვეული პასუხისმგებლობები, არამედ გარემოს მიმართ და თუნდაც ამიტომ ამდენი ფურცელი არ უნდა იყოს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია კი. სად გვიდევს ფურცლები, ესეც ძალიან რთულია ხოლმე ზოგჯერ მოუძებნოთ. სად რა გვაქვს და ალბათ ესეთ სისტემაში უფრო გამარტივებული პროცესი იქნება. ბოლოშიც რომ გავიდეთ, ჩვენი ესეთი კითხვაა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა სტუმარს უსმევთ და თითოეულმა სტუმარმა საკმაოდ ისეთი ინდივიდუალურად საინტერესო პასუხი გაგვცა ამ ყველაფერზე და თქვენი აზრიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ როგორც ინსპექტორის გადმოსახედიდანაც შეგიძლიათ ეს ყველაფერი შეაფასოთ, ასევე საკმაოდ გამოცდილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. მოდით ამ კითხვაზე დავუწყებ ესე გაგცემდით პასუხს ჯერ როგორი არის როგორი შეიძლება იყოს იდეალური შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ალბათ ამ ნაწილში არ ელოდებით იმას რომ რაღაც ჩამოგიყაროთ პასუხები რომ როგორ დეტალებზე ორიენტირებული და ხო რაც შეეხება და მეორე ნაწილს რა რამდენად შეუძლია რომ დღეს მაგალითად ახალბედა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დააკმაყოფილოს არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნები. ესე გავცემდი ამ კითხვაზე პასუხს. პირველ რიგში მე ჩემს საკუთარ თავს დაუსვამდი კითხვას, რომ ვარ თუ არა იდეალური და რა მაკლია ამისთვის და მინდა გითხრათ რომ მე ძალიან ბევრი მაკლია იმისთვის რომ ვიყო შემდგარი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და რას ვაკეთებ მე იმისთვის რომ დღეს არ მქონდეს დღეს გავუმკლავდე იმ გამოწვევებს რაც მაქვს ჩემ ყოველდღიურ საქმიანობაში. აი მაგალითისთვის მე წეგან ვახსენე რომ მე მუდმივად ვარ სწავლის პროცესში, ვთქვი რომ მე ჩემ სტუდენტებთან ერთად ვსწავლობ, მე მათგან ძალიან ბევრი მისწავლია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ ვჩერდებოდეთ აი ამ პროცესში, არ შევაჩეროთ განვითარება, ჩვენ მაქსიმალურად შევქმნათ დისკომფორტი ჩვენ თავს ძალიან ბევრ რაღაცაში. აი მაგალითისთვის დღეისთვის თუ ჩვენი თემიდან გამომდინარე გაგცემდით ამ კითხვაზე პასუხსაც რომ დღეს თუ ჩვენ კანონმდებლობა მხოლოდ იმას გვეუბნება რომ საშიში შემთხვევები ავღრიცხოთ და ჟურნალში შევიტანოთ, მოდით უფრო მეტი დისკომფორტი შევქმნათ ჩვენ თავს რომ ავღრიცხოთ კიდევაც და ყოველდღიურად ისედაც ამას გვავალდებულებს და რისკების შეფასებაში გადავიტანოთ და ყოველდღიურად ვიმუშაოთ აი ამ საკითხებზე იმისთვის რომ ჩვენ აღარ მოგვიხდეს თქვათ უბედური შემთხვევები, ანუ მაქსიმალურად მეტი დისკომფორტი შევქმნათ ჩვენ თავს უფრო მეტი მოვთხოვოთ და მიუახლოვდეთ რაღაც იდეალურს, ჩვენ იდეალურები ვერ გავხდებით, იმიტომ რომ ამისთვის ძალიან ბევრი გამოცდილებები გვაკლია და ეს გამოცდილებები მათ შორის დაკავშირებულია იმ ისტორიულ რაკურსთან, რა რაკურსში ჩვენ ვიმყოფებით. აი წეგან ვახსენე, რომ შრომის ინსპექცია და ჩემი შვილი ტოლები არიან თქო და ჩემი შვილი სულ რაღაც 9 წლის არის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა მიმდინარეობს ეს, ეხლა ვითარდებით, ეხლა ახალი ფეხადგმულები ვართ და ყველა მხარემ ეს იქნება ზედამხედველი ორგანო, ეს იქნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი თავისთავად, ეს იქნება ლექტორი, ეს იქნება ტრენერი თუ დამსაქმებელი, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ თავიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს არ უნდა ავიწყდებოდეს არასდროს, არის ის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ფურცლომანიიდან, ჩვენ გამოვიდეთ ჟურნალების შევსების დონიდან და ჩვენ მაქსიმალურად გავიდეთ საიტზე და ვიმუშაოთ დასაქმებულებთან და რატომ?
იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანს მაქსიმალურად უნდა გქონდეს გააზრებული ვინ ვართ და რა არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა. ჩემი როგორც ნათია სვაინძის უპირველესი მოვალეობა დღეს არის ის რომ მე ვიცოდე და გააზრებული მქონდეს რომ მე მავალია იმ დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელ კომპანიაშიც მე ვმუშაობ. და სხვათა შორის, მე არა მხოლოდ მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა მავალია, არამედ ნებისმიერი სხვა პირის, ეს არის ვიზიტორები, კონტრაქტორები თუ ქვეკონტრაქტორები. აი თითოეულმა სპეციალისტმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვერ დავარქმევთ ჩვენ თავს ძველ სპეციალისტს. მოდით ამაზე შევთანხმდეთ ისტორიულ რაკურსს თუ გადავხედავთ. ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა მეც თქვენს და ახალბედა სპეციალისტმა რომელიც ეხლა აბიჯებს აი ამ იმაში უნდა გაიაზროს ეს რომ ჩვენ გვავალია ადამიანის სიცოცხლე და ჩვენ გვავალია ადამიანის სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა და ჩვენ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს ზუსტად მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოფრთხილებას. რაც შეეხება შრომის ბაზარზე ახალი დასაქმებულის გამოჩენას და ახალი სპეციალისტების გამოჩენას მინდა გითხრათ რომ შრომის ბაზარი არის ამხრივაც მაინც მეტნაკლებად მორგებული იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკონსულტაციო კომპანიას აქვს ხოლმე მათთვის შესაძლებლობები ამხრივ რომ მათ შეუძლიათ მივიდნენ საკონსულტაციო კომპანიაში და ამხრივ დაიგროვონ გამოცდილებები სხვადასხვა სექტორში მუშაობისთვის. თუმცა წეღან აღვნიშნე ახალბედა სპეციალისტს სურს რომ ინდივიდუალურად იმუშაოს ძალიან ყველაზე კარგი შესაძლებლობა მისთვის მართლა იქნება ზუსტად ის Safe Pro, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ეს შესაძლებლობები, აი ეს მოდულები და სხვადასხვა შესაძლებლობები გამოიყენოს ამ პროგრამაში. მეგობრებო, ჩვენი პოდკასტის ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდიც დასასრულს მივახლოვდა. მე მგონი ძალიან ღირებულ თემებზე ვისაუბრეთ ამომწურავად, მაგრამ როგორც ნათიამ თქვა, კიდევ აუცილებლად აპირებს ჩვენთან მოსვლას და მივიღეთ ჩვენ ეს შეპირება და აუცილებლად მოვა და კიდევ ჩაშლის უბედური შემთხვევა იქნება ეს თუ სხვა კონკრეტული მოდული შრომის საფრთხოების უფრო სიღრმისეულად. თქვენ კი აუცილებლად გამოიწეროთ უნდა ჩვენი არხი, იმიტომ რომ subscriber-ების გარეშე მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი engagement-ი გვაქვს, მაინც გვჭირდება subscriber-ები, გვჭირდება გამომწერები, ვიცი რომ ჩვენ აქტიური მაყურებლები გვყავს შრომის საფრთხოების სფეროში, იქნება ეს თუნდაც შრომის საფრთხოების სპეციალისტები, ჩვენი მეგობრები გვიყურებენ უკვე რა და ყველაზე მეტად რა მიხარია, რომ ჩვენმა მეგობრებმა უკვე დაიწყეს შრომის საფრთხოების პოდკასტების ყურება. ანუ ისე არ გვიყურებენ ოღონდ რომ აი უბრალოდ ჩართონ და ერთი ნახვა მოგვემატოს, არა. ანუ ჩვენი სამეგობრო წრე მეტად უფრო გავათვიცნობიერეთ შრომის საფრთხოებაში, მის ღირებულებებში და პროცესში. აუცილებლად გამოიწერეთ კიდევ ერთხელ ჩვენი არხი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვცდილობთ და ვეცდებით მაქსიმალურად რომ მეტი ინტენსივობით შემოგთავაზოთ ვიდეოები. ამაში ჩვენი პარტნიორი კომპანიებიც დაგვეხმარებიან, Safe Pro დაგვეხმარება, სამომავლოდ თუ ვინმე მოინდომებს ჩვენთან პარტნიორობას კომერციულად, ისინიც გვერდში დაგვიდგებიან. მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო რა ნათქვამია და შესაბამისად ჩვენ ღია ვართ ყველანაირი კომერციული შემოთავაზებისთვის. დაგემშვიდობებით, ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ჩემს პირობას შევასრულებ და კიდევ მოვალ თქვენს გადაცემაში, როგორც თქვი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, რომ ჩემი გამოცდილებები გაუზიარო და მე პირობას გაძლევთ, რომ არ გამოვტოვებ არც ერთ პოდკასტს და ყოველთვის მოვუწოდებ ყველას, რომ გამოიწეროს თქვენი არხი, განსაკუთრებით ახალ სპეციალისტებზე მაქვს საუბარი, მაგრამ მე როგორც აღვნიშნე, არც ჩვენ ვართ ძველები. კარგად გისურვებთ ბევრ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში და თქვენი მიზნების მიღწევას.